მოკლედ მესამე და მეოთხე მარშრუტზე უკვე ზემოთ გიშვებს რა ეზოდა რომ გამოხვალ მაღლა გაგიშვებს იქ მოგატრიალებინებს და ეგრე ჩამოხვალ შემდეგ ამ სტოპზე არ დაგავიწყდეს გაჩერება მაგ სტოპზე სრულიად უმიზეზოთ 3 წამით უნდა გააჩერა და ახლა გვაქვს 60-იანი გზა 50-55 უნდა ვიაროთ მიდი მიყევი მარჯვენა ხელში დავიჯერ ამ ტელეფონს მაინც არ ავიდოთ მიდი შენი მხარე გიჭიროს ახლა სიყავი ხაზისკენ ყოველთვის ორიენტირი აიღე ხოლმე შუა ხაზიდან რა შუა ხაზთან რომ ახლოს და კარგად იქნები აქეთაც არაფერს გადაგვეთ სარკეებში წუყურე ყოველთვის უცოდეთ რა ხდება ჩვენს უკან რაც ყველაზე მთავარია მედი აღმართზე თუ გინდა რომ სიჩქარე კარგად შეინარჩუნო გაზის პედალს ფეხს არ აცლი ეგეც გაითვალისწინე მედი 300 მეტრში მოუხვიეთ მარცხნივ აქ მაგას გაგუთხილებს სწორად ვიყევი უკვე რაღაც აზრზე ვართ რომ სადღაც არის ახლა შესახვევი მიდი მე მალესაც გვეტყვის კომპიუტერი დავაკვირდებით სად უნდა შევუხვიოთ და შევუხვიოთ ცოტა შენი მხარე გიჭიროს აი აქ ახლოს დადექი ხოლმე ხაზთან ძალიან ახლოს დადექი აი 40-იანი ზონა ეგრე სუმუქაჩიანელი მალე მოუხვიეთ მარცხნივ ხაზს არ მოშორდით ძალიან ახლოს იყავი რომ მარჯვნიდან მანქანამ გაგვიაროს წინიდან თუ არავინ არ მოდის სარკე მხარზე შეხედე და ტორმოზით ჩაგორდი მიდი ტორმოზით ჩაგორდი აქ მიდი მარცხენა მხარე დაიჭირე აი იმას ეგ გაასწორე საჭე მალე მოუხვიეთ მარცხნივ ჩართე მარცხენა ეგრევე მიდი აქ არ ვაჩერებ უყურე აი აქ გვაქვს უსაფრთხოების კუნძული ხო აქ თუ მოდის მანქანა ამ უსაფრთხოების კუნძულზე გააჩერებ და ასე დაელოდები მიდი გააგრძელე აქ ეგრევე მარჯვენა ზოლი დაიჭირე მიდი ეგრევე მარჯვენა ზოლი მარჯვენა სიმსიმა ჩაურთე მარჯვნივ უხვევთ და ამ სტოპ ნიშანს წინ გაცდი ანუ წინ გაცდი რა მატარებლის სტოპისავით უკან არ გააჩერო ეს სტოპთან მიდი ამ სტოპს ტექ ხაზი არ აქვს და შეგვიძლია ესე წინ გავაჩეროთ გააჩერე 3 წამი აფიქსირებ გაჩერებას და იყურები უკან მერე უკან გზა რო გაიწმინდება მერე გახვალ ახლა მარცხენა სიმსიმას ჩართი გასვლამდე შეგვიძლია გაჩერდები თუ არა მაშინ ვეჩართო ხოლმე ეგრე ჩავურთე წავედით ხო არავინ არ მოდის გვერდებით შეამოწმე ხოლმე ანუ მარტო უკნიდან არ მოდიან მანქანები შეიძლება იქიდან კალონკიდან დაკრუდეს ვიღაცა ან რავი გამოსასვლელიც არის იქიდან გამოვიდეს ამ სიმსიმებს რაც შეეხება ანუ ჯერ მარჯვენა იმიტომ რომ მარჯვნივ მოვდივართ კომპიუტერის გვაფრთხილებს და გორი მარჯვნივ არის ეგრე უთხრა გამომცდელმა ჩემ ჩაჭრეს მარცხენა ჩართო და ეგრე დავიდა ანუ გორი მარჯვნივ არის ხო და მე მარცხენა უნდა ჩართო იმიტომ რომ ეგ მარჯვენა ზოლი სადაც მან დგახარ ისედაც მხოლოდ მარჯვნივ უხვევს და მაგ მარცხენა სიმსიმით უკვე უკნიდან ვინც მოდის იმათ ატყობინები რომ მათ გზაზე შეგიხარ რა აი მან მარჯვენა სიმსიმა უკვე იმის ნიშანია რომ მაგალითად იქით აპირებ გადაყენებას ან რამე მსგავსი მოკლედ ჯერ მარჯვენა მე რო გაჩერდები სტოპზე მარცხენა რა კაი წავედით მიდი 60-იანი გზა გვაქვს სიჩქარე სადაც დაგავიწყდება პლანშეტში იყურები ზედა მარცხენა კუთხეში წერს სიჩქარეს სადაც სიჩქარეა დაშვებული და აი სულ მანდ უყურე ხოლმე როცა დაგავიწყდება ოღონდ არ მოწონთ ზოგჯერ გამომცდელებს მანდ რო იყურები თვალ გავაპარებ ხო თვალი გააპარე კაი ეს 50-იანი და ქალაქში ახლა 50-ზე მეტი არცად არ იქნება დაშვებული მარჯვნივ არ არის სავალი ნაწილი არ გადახვიდე მარჯვნივ შენი მხარე გეჭიროს აი აქ ზებრა ნახე ვიღაცებს ხედავ რომ აქეთ უკვე დგანან და მარცხნივ კიდევ ავტობუსი გვიზღუდავს ხედულობას ანუ ზებრის ერთ ბოლოს საერთოდ ვერ ხედავთ მიდი ამ ქალთან ყურადღებით აბა ნელა უნდა გაჩერებულიყავი რატომ მიაჭერა ის ქალი ანუ ზებრის მიმართულებით მიდიოდა ახლა არ ვიცი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოსვლელი რამდენად ჩაგჭრიდა მაგრამ გააჩერე ზებრასთან შორი ახლოს როდესაც მასე ქვეითები მოძრაობენ რა ანუ ვერ გაიგებ მილოდის გადმოვა პლუს მინუს შეიძლება ცოტა ადრე დაიწყოს ქვეითმა გადმოსვლა ზებრასთან კი არ მივიდეს და ანუ ეგ მაინც ზებრაზე გადმოსვლა ითვლება. კაი, ორიენტირი აქედან აიღე, ანუ იქით ნუ მიდიხარ. ანუ წარმოსახვით ზოლს არ გაყვე, ანუ უბრალოდ ორიენტირი მარჯვენა მხრიდან აიღე, რომ იცოდე, აქეთა ზოლი უფრო პატარა გვაქვს, ვიდრე მარცხენა ზოლი. ხო, ზებრა, არავინ არ ჩანს საერთოდ. აქ მარჯვნივ საერთოდ არ გადახვიდე, ანუ სულ მანქანები აყენია, ისედაც ეს ადგილი ერთ ზოლად ითვლება და იარე ხოლმე სადაც გინდა რა, სიმსიმის ჩართვის აუცილებლობა არ გაქვს, ფრთხილად დააკვირდი ხოლმე. ის ისტორია მიყევი, ანუ შენს მხარეს დარჩი, აი იქით არ გადახვიდე. აქაც ზებრა გვაქვს, არავინ არ არის, გააგრძელე მიდი. ყველა ნიშანს უყურე, რაც კი ნიშანი არსებობს. აი ეს ნიშანია, ეს არაფრის მომცემია შენთვის რა, მაგრამ ყველაფერს უყურე. ხო, აი ამ შემთხვევაში შენთვის არაფრის მომცემია, მაგრამ ყველა ნიშანს უყურე, რომ აი მართლა მნიშვნელოვანი ნიშნები არ გამოგხსნეს. აი იყო ჩაღეს რომ დაინახე, ნახე ბუჩქებში იმალე რა. პირდაპირ მივდივართ. ხო, მესამე მეოთხე მარშრუტი, აი მესამე ხოთებან გავიარეთ. ერთ და იგივეა, მიდი ხო. ყوار დავეჯახებით. წადი გადაგწდა უკვე.
თუ ზებრა არ არის, კვეითი ბორბლებში თუ არ შემოგივარდება, აკეთებ რა. აი როგორც ძაღლს გადაატარებდი, ანუ თუ არ ეჯახები, გაიარე რა. აი ჩათვალე რომ ძაღლია კვეითი, როცა ზებრაზე არ გადადის. აი ფრთხილად, აქაც ზებრაა, მაგრამ არავინ არ გადმოდის. აქ პირდაპირ მივდივართ, მას ეგვაფრთხილებს კომპიუტერი. აქ სიმსიმა არ გვჭირდება და თან ჩვენი გზა. მიდი ცოტა ტემპში მიყევი. აქ ნელა თუ გაივლი, მე გზას გიჭრიან რა. მთავარ გზაზე ხარ მიყევი, ერთი შეხედავ ხოლმე უბრალოდ. ვიზედაც გაგეხედება მანდით. შენს ხარეს ჩადექი და ამ გზაზე არის 50-იანი გზა. ანუ ეს ჩვეულებრივად 50-იანი გზაა. 40-45-ით დადიხარ, აკონტროლეს იჩქარე. 40-45-ით დადიხარ, მანქანებთან მიმართებაში შენი გზაა, საერთოდ არავის არ უთმობ. თუ არ შემოგივარდება წინ, მაგრამ აი ქვეითებთან იყავი ყურადღებით, იმიტომ რომ თითქმის ყველა გზა ჯვარდინზე ზებრაა. აი მაგალითად აქაც ზებრაა. გახედე, გამოხედე. ზებრებთან სანამ მიხვალ ხოლმე ასე 20-30 მეტრით ადრე გაზის პედალს ფეხი ააცალე და ეგრე გააგორე მაგ მომენტში მანქანა. აი აქაც ზებრაა. რომ უცბად ქვეითის დანახვის შემთხვევაში რეაქცია რომ სწრაფი გქონდეს. აი მაგალითად, აი აქ ხო ორ-ორი ზებრებია. ორ-ორი ზებრაა და ანუ 4 წერტილის შემოწმება გიწევს, რომ კვეითი სადმე არ იქეს. მიდი ტემპში მიყევი, ამ გზის სირთულე და მუღამი ის არის, რომ 40 ნაკლებით არ უნდა იარო, რომ მოძრაობა არ შეაფერხო. აქ უკრინა სურო გისიგნალონ ან რაღაც მარჯვნივ არ გადახვიდე, უბრალოდ დაშვებული სიჩქარით იარე მარცხნივ. იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ სამოძრაო ზოლი, ანუ იქ ვერავინ ვერ ივლის და არავინ არ გაატარო რავი სასტრაფოს და სახანძროს და მსგავსი მანქანების გარდა. იარე დაშვებული სიჩქარით. აი აქ ბუგაროგი გვაქვს წინ 10-15 ფარგლებში გადავიდეთ ბუგაროზე. 300 მეტრში მოვუხვიეთ მარჯვნივ, ახლა გაგვაფრთხილებს კომპიუტერი ხოლმე აქ. მიღევი, ანუ აქ ჯერ ვერ გადავალ, ანუ რომ გადახვიდე ზედზოლზე ხო არის სანახევროდ და ჩვენი ბოლო დაბრკოლება ამ შემთხვევაში არის ნაგვის ურნა ბოლოში, და ნელაკაც დააკვირდი. ზებრებია მთავარი. ხო, მიდი, აი ის ნაგვის ურნაა ჩვენი ბოლო დაბრკოლება, ხო და აი მაგ ურნასთან უნდა შეიცვალო ზოლი. ანუ ურნამდე არ ჩადგე. ურნასთან იმიტომ გაცვლევინებ, რომ ურნასთან ახლოს გადიან ხოლმე, ხო, ჩაურთე უკვე სიმსიმა, სარგე. ხარჯს გამოხედავ, აი ესე მოიწევი. ანუ შენ რომ მანამდე დაიჭირო ეგ ზოლი, ურნასთან ძალიან ახლოს შეიძლება მოგიწიოს გავლა, რის გამოც ბევრი ჩაჭრილა. სიმსიმა ნუ გაგითიშა. ჩაურთე მარჯვენა სიმსიმა აქ მარჯვნივ უყვევთ. მაგრამ აი ახლა ჩაქრალია შუქნიშანი. ხო, ჩამქრალია და არ გადიხარ აქ. მწვანეზე რო აინთება დამატებითი შუქნიშანი, ანუ ეგ ანთია წითელზეც, სანამ წითელი 33 წამზე არ ჩამოვა. ეხლა ცოტა ნელაქენი აქ თუ მწვანე უნთია კვეითი და კვეითი გადადის, ასე შეგიძლიათ ცერად გაჩერდე ხოლმე, მთავარი ამ ზებრაზე ცხვრით არ შედგე რა. მიდი შენს ხარეს ჩადექი, აქეთ არ ჩადგე, იმიტომ რომ შემდეგ მანქანები დაგხვდებიან წინ, მიდი ცოტა გაზზე გადაიტანე ფეხი. შენ ხარ მესამე გაკვეთილზე, ხო, სულ? კი. თუ მეოთხეზე? მესამეზე, ხო? და ნულზე იყავი. პირველ დრო კითხე. უმაგრესი საჭე ეცლება თქო მანქანას. ხო, რავი, კაპოტში წეღან ჩავახედე პირველად. აქ გეტყვის ხოლმე კიდე 300 მეტრში მოვუხვიეთ მარცხნივოდა, ანუ არაფერს არის, აქ ბევრი ჩაჭრელა იმაზე, რომ პროცესზე გადადიან ხოლმე რა. ძირითადად 7 გზაა და 300 მეტრში მარცხნივ ეუბნებიან, იქით გადადიან და ეგ არ მოგივიდეს. მიიყევი უბრალოდ სისტორეზე და ბოლოს მალეს რო გაგაფრთხილებს ჩართავ სიმსიმას. ხო, ნამდვილად ცუდი ზებრა, აი მარცხნიდან კვეითებს ხედავ, რომლებიც მოდიან, აი ასე გააჩერე. მაგ ამ ეს ხეც კი შეიძლება ეფარებოდეს კვეითს. ესენილა თუ გადავეყავე რავი. მენდი მიყევი. ეხლა აქ სიმსიმა არ გინახაზია რეტყობა სარკეში ხე და ოდნავ მიიწიე. უბრალოდ ნახე, ეს მანქანა ცუდად ნუ აი, ეხლა სიმსიმა ჩაურთე მაშინ, რადგანაც გავიჭედეთ ჩართეობა. ანუ თუ დინამიკაში გააკეთებ აქ და დინამიკაში ოდნავ მიიწევი და გაივლი, აღარ გინდა სიმსიმა რა. მიდი მოყევი ამ ჯარისკაც არ უთმობ ზებრაზე არ არის, მოიწიე ეხლა ჩემსკენ მოდი, გასწორდი. ცოტა შენსკენ აიღე, ცოტა შენსკენ. მიდი გაძვერე. ძალიან ნელიც მოხარ, მიდი. წავედით. ანუ იქ ბოლოს გზა იყოფა, ორი ზოლი ხდება და უნდა ჩავდგეთ რა, უნდა გავყვეთ მარცხენა ზოლს, შენსკენ იყავი, შენსკენ აქ ზებრაა. გახედე, გამოხედე, არავინ არ იყოს, ხო, მიდი. მალე მოვუხვიეთ მარცხნივ, მიდი გავასწროთ, არ ვიდგეთ ახლა აქ, მიდი ჩართე მარცხენა და მომუმატე. მიდი მიაწექი, ნუ გამოსდაზე ახლა ბოლო წამს აღარ გახვალ, უკვე ჩაქრა რა. ნახეთ, გები პირველ ზოლში. ყოველთვის უნდა შევუხვიო ხოლმე პირველ ზოლში რა. ანუ უკიდურეს იმ მხარეს, საიდაც უხვევ. ახლა მარცხნივ უხვევდით, ვდგებით უკიდურეს მარცხენა ზოლში. მაგალითად, მარჯვენა რო შემოდიხარ, ვერიქით არის მარჯვნივ უხვევ, ვდგები უკიდურეს მარჯვენა ზოლში. ახლა აქ რა ხდება? აი აქ შეიძლება საცობი იყოს. თუ საცობს დაინახავ, მაშინ აი ამ ნაპრალს გადაცდები და მარჯვენა ზოლში გადახვალ და მასე აუქცევ გზას. თუ არა და აი აქ შევიცვალოთ ხოლმე ზოლი, ზეპირად შევიცვალოთ, მოდი ჩართე მარჯვენა, სარკე.
მხარდიც გამოხედე, გადმოდი მარჯვენა ზოლში. აი ეს კარგად ჩადექი ჩემსკენ, გათიშეცმსიმა. ამათაც არ დაუთმობდი, ამათაც რო დაუთმო, ჩაიჭრები ეგრევე მიდის სწორად 300 მეტრში. იმოძრავეთ პირდაპირ, აქ მაგას გაგაფრთხილებს მე. პირდაპირ მიდის ეს ზოლი. ან ზეპირად შეიცვლი ზოლს, სადაც მოახერხებ, ანდაც რო გეტყვის კომპიუტერი პირდაპირ 300 მეტრშიო. უკვე დაფიქრდები, ანუ პირდაპირ როგორ მიდიხარ, ახლა გაკვეთილების ხო გვაქვს გაურლილი. მარცხენა როცა გვეუბნება, მარცხენა ზოლში ვდგებით. იქ მარჯვნივ რო გვეუბნება, ანუ პირდაპირ რო გვეუბნება, პირდაპირ ვდგებით. ხო და ანუ გადმოხვალ ამ ზოლში. თავი ზებრასთან არ შევიცვალო. ხო, ზებრასთან ახლოსში და ზებრაზე არ შეიცვალო ხოლმე ზოლი, ან ზებრამდე, ან ზებრის მერე. წვიმა რომ ამეწია, ამიტომ მაინტერესებდა წვიმაში. ანუ ეს შუა ზოლი გვინდა აქ ყველა ვარიანტში. ამ მარშრუტზე იქითა ზოლიდანაც მოგვიწევს გავლა. მე-4 მარშრუტზე, ანუ წავალთ და ბოლოს მარცხნივ შევუხობთ. წავედით, ეხლა უნდა წახვიდეს სწორად. პირდაპირ დგები, ნახე, მიყევი. ერთი სარკეში შემოხედე, აქედან არავინ ჩაგვიჭრას გზა, ანუ წინ დგებით შუა ზოლში, ნახე. აქ 300 მეტრში მოვუხვიეთ მარცხნივ მაგას გეტყვის და ეგრევე შეიცვლის ზოლს მერე. ჩართე მარცხენა სარკეში, გვაქვს საშუალება მხარზეც გახედე და გადადი. გადადი, აქ ზებრაა, დააკვირდი. სიმსიმა გამორთე ხოლმე და მერე მალეს რო გეტყვის, მერე ჩართე აქ თავიდან, ჩართე მარცხენა სიმსიმა ახლა და წინიდან ვინც მოდის, იმათ ვატარებთ. მიდი წინ. მიგორდი, აი ეს სწორად მიყევი. კი რა ხდება? შორს არის. სარკე მხარზე შეხედე და შევუხვიე რა, ამიტომ ნახე 500 მეტრში ამ გონი ჩვენგან, ანუ არ უნდა დაუთმო. თუ იცი რომ არ შეაფერხებ, არ უთმობ რა. მალე მოვუხვიეთ მარჯვნივ, ჩართე მარჯვენა სიმსიმა, ჩაურთე მარჯვენა, ნელა გადი ხოლმე, ერთი მარცხნივ უნდა გახედო რომ არავინ დაგეჯახოს და შემოდი აქ. შემოდი, რვიანივით, ნახე ცხვირი წინ გქონდეს, რომ აი აქეთ არ გამომედო რა, მაინც ვიწრო მანძილია და გაითვალის ვიწრო სიმსია. აი, მიყევი ეგრე სწორად. აქ ისე შევანელოთ, იმიტომ რომ ზებრაც არის და თან. ნუ, ამ ზებრაზე კი ჩანდა ისედაც რა მიყო. აი, ბუგაროგი გვაქვს. შენი მხარე დაიჭირე თან, რომ მე იქ პარკირების ზოლია და მარჯვნივ პარკირების ზოლში არ ვიაროთ. მიყევი სწორად. ცოტა უხეშად გადახვედი. აი 10-15-ის ფარგლებში თუ გადახვალ, ყოველთვის იდეალურად და კომფორტულად გადავა მანქანა. აი, აქაც ზებრა გვაქვს. ცოტათი ეთყობა. ჯერ ზებრის ნიშანს? არავინ არ მოწონს. ისე ვანელებთ რა. 300 მეტრში მარჯვნივ მაგას გეტყვის ხოლმე. ნილა ვქნათ, ნილა, ააცალე ფეხი. მიყევი სწორად. ისე ზებრა ხო, ეგრევე ეთყობა. კაი, აქ პირდაპირ მივდივართ ახლა, ნახე, აი ესე მიყევი. აი ეს ორ მოოდნავ შუაში მოაქციე, მიდი. ერთი აქ კედელი გეფარება, უნდა გახედო მარჯვნივ, მიდი, ნილა გადი, ანუ არ ხარვალდებული და უთქვა რა, მამან ცხვირი გამოგვიყო. ისიც გამოგვივარ და ნილა ქენი. ნილა, აქ რო კედელი გეფარება, თავიდან ერთი შეხედე ხოლმე მარჯვნივ, მიდი სწორად გააგრძელე. სწორად მიყევი, ცოტა ათითებავი, მალე მოვუხვიეთ მარჯვნივ, მაგას გეტყვის, მაგრამ ნახე რა ვითარება ის ტესლა რო აყენია, უწყვეტ ხაზს გაკვეთინებს, ჩართი ხო და მარცხენა, სარკე მხარზე შეხედე, ეხლა შეეხი მაგ ხაზს, წინიდან თუ არავინ მოდის ოღონდ, ჩართი მარჯვენა ახლა, შეანელე, აქ უხევთ, აი, სარკე მხარზეც შემოხედავ, რომ ეგ ბოლო მანქანა არ დაიძრას რა, რომელიც ბოლოში დგას, საერთოდ ბოლო მანქანასთან უნდა გახედო ხოლმე. და მიყევი სწორად. ანუ აქაც ორმხრივი გზა გაქვს, აქაც უეჭველი მარჯვენა მხარეს ჩადეგი შეძლების დაგვარად, სადაც მოახერხებ, აქაც ცუდად განან ხოლმე მანქანები. მალე მარჯვნივ ჩართე მარჯვენა. და ჩვენი გზა არ არის და კედელი ძალიან ცუდად გვეფარება, ანუ კარგად უნდა შეანელო, ახლა გახედო, უნდა მარცხნივ. აი, წამა თუ არავინ არ არის, გაჩერება არ გივალება. მოდი და აქაც ორმხრივია, ნახე, დაკეცე, აი აქით უნდა ჩადგე ხოლმე, ანუ იქით არ გაგეკცეს მანქანა. ну, მაინც გაპატიებს აქ ფლად პროტევზე თუ არ შეხვალ, არაფერს არ გიყვეს. აი, ეხლა ამ შემთხვევაში ნახე მანქანა. აქ გეტყვის მალე მოვუხვიეთ მარცხნივ, წესით წავამი ხო. მიყევი სწორად. ჩართე უკვე მარცხენა. ჩართე. დაელოდე. ეხლა ეს ჯერ დაველოდებით, ესეც წავა ეს მიხოთ. და აქ სარკე მხარეზეც მოგიწევს გახედე. ოდნავ მიიწიე, ორი გურგლით მოიცა, გამოატარე, უცბად გამოჩნდა ეს მანქანა. მიდი გააგრძელე, ოდნავ მიიწიე, უნდა ისევ გაგეხედა, გასწორდი, ჩართე მარცხენა და წინიდან ვინც მოდის უთმობთ. კი, ჩვენი გზაა, მაგრამ მარჯვენა დაბრკოლება ერთი სარკეში უნდა გახედო. ეხლა ერთი მარჯვნივად შეხედე და შევუხვი, ანუ გზაჯვარე დინზე. მერე რა რომ შენი გზაა, მაინც უნდა გაიხედო და დგები აქ შუა ზოლში, ნახე, მოიწიე. ანუ აქეთაც არ ჩადგე ხოლმე, აქ მანქანა რო არ აყენია, ეგრევე იქით დგებიან. შუაში ჩადექი ზუსტად. მიდი, ცოტა შენი მხარე გეჭიროს გააგრძელე. ანუ წინიდან ვინც მოდის, იქ ზებრამდე უნდა გააჩერო და დაუთმო რა, შემოსასვლელამდე. ან ძალიან ცუდი ვითარება 1000-ნაირად შეიძლება სიტუაცია წავიდეს კიდევ.
მარტო ეგრეთ ნუ დაიზეპირებ რა. კაი, ამ გზეს რაც შეეხება, ამ გზაზე სულ ბავშვები თამაშობენ ხოლმე, ახლა წვიმა და რავი, ახლა თუ ითამაშებენ, ოჩა. აი, 30-35 უნდა იარო ამ ქუჩაზე რა. იმიტომ რომ მანქანები ცუდად დაყენია, მხედველობას გიზღუდავენ ორივე მხარეს პარკირება. და ისე იარე რომ რეაქცია მოასწრო ყველა შემთხვევაში, აი ეს იძრება. აი აქედანაც არავინ გამოგვიხდეს. აი გავიღწელებ პირდაპირ. აქაც ზებრა. აი მარცხნივ არავინ არის, მარჯვნივაც არავინ არ არის. აი, წავედით, აქაც ჩვენი გზა არავის არ უთმობთ. აქაც ზებრა, ნელა გაუვარე. ზებრაზე არავინ არ არის. კარგი. შვიდად მიყევი აქ მაინც მოძრაობები შეინიშნება, ხო, სწორად. ეგრეა არაფერი. მალე მოვუხვიეთ მარჯვნივ გეუბნება და აქ ავტობუსი რო დადგება ხოლმე, აქეთ დაელო და ეგრე აჯობებს. ნედი ახლა გაუვარე ამას. გაჩერდა ეგ. აქ რომელი ზოლიდანაც გინდა შევუხავ, ნელაქენი ზებრასთან აი გიფარება, მაგის არავინ არ იყოს, აი ეს ბიჭი როგორ გამოჩნდა. ახლა მე შეგინელე, შენ საერთოდ არ აპირებდი შენელებას, არა და მანქანა გეფარებოდა. აი, წავედით. მიდი შემოდი, ვერც დაინახავდი თუ არ შეანელებდი. წამოდი, მოდი ჩემსკენ, მოდი, აქეთ ამ ხარეს ჩადექი რა, აი ასე. აქთან ნელა შემოდი ხოლმე, იმიტომ რომ ეს მანქანები გეფარებიან მოსახლეობაში რო შემოდი ხარ, ვერ ხედავ წინასწარ რა და ხდება უცბად. ცოტა შენსკენ იყავი, არა მოვუდგე უკან იმ შოუ მანქანას სარკეში უყურე მცირეოდენ საჭის მოძრაობაზე აქეთ იქით რო წევ რა, ანუ სარკეში გახედი აუცილებლად. სწორედ ჩვენი გზა, არა შეიძლება შემოგვივარდეს. აი, აქ 300 მეტრში მოვუხვიეთ მარჯვნივ გეტყვის, ხო, ეს ჩაჭრილი დგას. 300 მეტრში მარჯვნივ გეტყვის და აქ ზეპირად გადავყავს ხოლმე მარცხენა ზოლში. მედი ჩართი და გადადი მარცხნივ, მოდი ჩაურთი და გადადი სარკე მხარზე გაიხედე, მოუმატე გას, ის შორიდან მოდის რო ვერ დაგვეწიოს. აი, გათიშეს იმსია, ის ზოლი დაკეტე ბოლომდე, ანუ ვერავინ ვერ გაგვასწროს იქიდან ისე ქენი ხოლმე რა მიყევი სწორად. აი, ახლა ამ გაჩერებულ მანქანებს რომ გაცდები, მე შეგიძლია დაბრუნდე მარჯვენა ზოლში. მოდი ჩავრთოთ მარჯვენა სიმსიმა. ანუ, ნელა ცოტა სარკე მხარზე შემოხედე, აი ესე გამოძვერი ფრთხილად, სიმსიმა აღარ გაუთიშო, მე ეგრევე აქ მალესაც გიტყვის და უბრალოდ მარჯვენა ზოლს დაიჭერ. ხო და მან ეხლა კი ისეთი ვითარება იყო რომ მარჯვენა ზოლში რომც დარჩენილიყავი მაინც გახვიდოდი ჩვეულებრივად რა მარჯვენა ზოლიდანაც მაგრამ მან ძირითადად ძალიან ცუდად აყენია ხოლმე მანქანები ანუ ერთი პარკირება ხო და მეორე ზოლის ანუ ზოლშიც პარკირებაა ხოლმე კიდე პლუს გვერდით მანქანები აყენია ხოლმე და გადადი მარცხნივ ეგეთ სიტუაციაში თორე მან შეიძლება ზებრაზე მოგიწიოს გაჩერება ან ზოლის შესვლა თავიდან უწყვეტი ხაზით არის და მოკლედ ეგრე ქენი რა დაიმახსოვრე ზეპირად თუ სიმშვიდე იქნება და მარჯვნივ დარჩები, ნუ ეგეც მოსულა. ეხლა წვანეს ველოდებით. ეხლა რასაც დავაკვირდი, წინაზე რო 11 საათზე ვიყავი, ნაკლები მოძრაობა იყო და ეხლა მეტად ბევრი ხალხი დაგესწრა მანქანით, ხო? ამ დროს. რა, ვერ გაიგებ რა. ისე ხუთშაბათი ზოგადად უკეთესი დღეა. წინაზე როდის იყავი არ მახსოვს რა. ხუთშაბათი. ხო, ნუ 11 საათი უკეთესია რა. ეხლა წავედით და უნდა შეყვე აი ამ მოაჯირს, რაც წეგან გითხარი. ყოველთვის დგები უკიდურეს იმ მხარეს, საითაც უხვევ რა. მარჯვნივ დგავართ, მარჯვნივ უხვევთ, უნდა ჩავდგეთ პირველ მარჯვენა ზოლში. აი ესე მიდი შემოდი, აი ამ მოაჯირთან შემოდი. ისიც არ ქნა რომ საბურავი გამოედოს ხოლმე რა. მიდი გაასწორე საჭედროულად. მიდი ეს მკვდარი ზოლია, ეხლა უნდა გადახვიდე მარცხენა ზოლში. ჩართი სარკე, მოიცა. აი, ხარი და გადადი. არის ჩქარა ხოლმე ახლა ის თეთრი ჯიპი ჩვენს უკნიდან უცბად გამოვიდა, ანუ ივანად შემოუხვია რა. არის ჩქარა ხოლმე კარგად დააგვერდი. ანუ იმ ზოლში დგები, შემდეგ ის მკვდარი ზოლია და უნდა გადმოხვიდე აი ამ ზოლში, შუა ზოლში. ჩადგომით იქ უნდა ჩადგე, იმიტომ რომ რაც გითხარი, უკიდურეს ჩვენს მხარეს დგებით ყოველთვის. ის 300 მეტრში მოვუხვიეთ მარცხნივ. რა ვქნათ ახლა? მარცხნივ ჩავსვა და შემოწვი ზოლში. სარკე, ხარზე გაიხედე. დაიჭირე მარცხენა ზოლი მასე. სიმსიმა გათიშე. აი აქ ზებრა, ეს ერთი ზებრა აქეთ ამ ხარეს, გახედე გამოხედე. ეს კაცი გონი რომ უბრალოდ იდგა. მიყევი სწორად. მალე მოვუხვიეთ მარცხნივ. ისე ეგ მარშრუტკა გვეფარებოდა ზებრაზე. ჩართე მარცხენა სიმსიმა. ანუ ის ნავიგაცია რომ აქ ხოლმე ჩართული კი ირთავ და მე რო ვიძახი აღარაფერს აღარ რთავ. აქ მწვანეზე არ წახვალ, ველოდებით დამატებით ჩუქნეშანს. ინსტინქტურად შეიძლება მოგივიდეს ის, რომ აი მწვანეზე წახვიდე რა, აი პირველი რო იდგე. ხშირად ხდება ხოლმე, გაკვეთილზეც მოსდით ხოლმე და ბევრიც ჩაჭრილა მაგის გამო. აი ეგრე არ მოგივიდეს, ანუ იცოდე რასაც აკეთებ.
აი, კაინთო დამატებით იმ აცად თან წინა მანქანა წავიდეს, აქ ეგრევე არ დაკეცო რომ მიდი სწორად მიყევი, მიდი ცოტა გაზი მიეცი. მიდი. ზებრას გასდები, ხო, სარკეში შეხედე, როგორ დიდან ვინმე დაუდევრა და შემოგვივარდეს და მარჯვენა ზოლი დაიჭირი აქეთ, მოდი. აქ არავის არ უთმობ წითელი უნთია ქვეით, თუ არ შემოგივარდება საბურავებში არ დაუთმო, ანუ აი გეუბნები, არ დაუთმო რა. თორე ჩაკჭრიანი, გააგრძელე პირდაპირ, ცოტა აქეთ მოუწია, გზებრებია, აბა გახედე, გამოხედე, არავინ არ არის, ჰა? წავედით. იზე რატო გამორთებინა? აი, შენ გადაწმინდე ხარ, ხან. აი, მიყევი. წეგნა აღარ იყო დამეთქი. სწორად იარე მიდი. ცოტა ტემპში მიყევი, მოძრაობა არ შევახერხოთ. აქ არის ორმხრივი ცალცალი ზოლი. მალე მოუხვით მარცხნივ ჩართე, აი ჩვენი გზა როცა მარცხნივ ვხავთ, მიდი წინასწარ, აი იქით არ გადახვიდე რა, აქეთ დარჩი. სარკე მხარზე გახედე და გადაუხვიე, მიდი. რომელ ზოლშიც მოახერხებ, იქ შედი ხოლმე. ხო, კარგად დაუმიზნე მარცხენა ზოლს, რომ კარგად ჩადგე. აი აქედან თუ ვიღაც მოკრის და ფიქრობ რომ დაგეჯახება, გაატარე მაშინ რა. თუ ფიქრობ რომ არ დაგეჯახება, შენი გზაა და გადმოუხვიე. სარკე მხარზე გახედო, მან არ დაგავიწყდეს რომ მარცხნიდან არავინ არ შემოგვარდეს. ცოტა ფრთხილად არავინ გადმოგვიჭრას, შენი მხარე გიჭიროს, ახლოს იყავი მაგ ხაზთან. ანუ თუ გინდა რომ ზოლში სწორად იარო, ანუ ყოველთვის ახლოს იყავი მარცხენა ხაზთან რა. მარცხენა საჭიანი მანქანა, მარცხნივ ვიყარ და უკეთ შეგიძლია დაინახო მარცხენა ხაზთან რამდენად ახლოს ხარ ან შორს ხარ. და კიდე ეგრე მანქანა რო ცოტა აქედან ცხვირის გამოგიყობს, აქეთ არ გამოიწიო ხოლმე რა. ნელაქენი ეხლა ნელაქენი. საერთოდ ერთი რაღაცა წერტილიც კი მინაზე რეაქციას ანელებს რო იცოდე რა. მაგიტომ უნდა წმინდო ყოველთვის მალევე ეს მინა. აი ახლა საერთოდ დაგიგვიან და შენელება. მიდი არ უთმობ, არ გაბედო და თმობა ჩაიჭრები. მწვანე რო გინთია, მოპირდაპირე ზებრაზე არავის არ უთმობ ეგიცოდა. მიდი გავაგრძელე პირდაპირ. 40-45 თვიაროთ, სარკეები სულ აკონტროლე აქ მარჯვნივ ციან ხოლმე გასწრება და გზის ჩაჭრა, შეანელე აი. წირა ხდება, უგარაკი გვაქვს ნელაქენი, ის კაცით ზებრაზე გადადის, უნდა გადავიდეს. ააცალე, გახედე, გამოხედე. დათმობით უთმობთ, როდესაც იმ საპირისპირო ზოლის ზებრას გადმოსდება ქვეითი, აი აქ რომ მოვა უკვე და ნუ ტროტუარზეც რო ხედავთ რომ უკვე მოდის, მაგ დროსაც უნდა დაუთმოთ. გააჩნია რა ადგილას ვარ, თუ ზებრაზე ხარ და მაგ დროს გამოჩნდება ქვეითი, აღარ დაუთმო ხოლმე. აი ეს კაცი რატო დგას, შეანელება. ნუ აქ კიბირიჟა აქვს ხოლმე, აი წავედით არ დგას ზებრაზე, ნახე ზებრიდან რამოდენიმე ნაბიჯით აქეთ იდგა, ეგ დროს შეგიძლია გაახმოვანო ხოლმე ხოლმე რომ ზებრაზე არ დგას და თავი აღარ შეიწუხო ხოლმე დათმობით. თუ არ გაახმოვანებ, შეიძლება გამოსწორმა ჩაგჭრას რა. აი გადაწმინდა ეს. აგვიანება რა და წეგან შენით ჩართე და მომეწონა, ანუ შენით რო ჩართე, სულ ერთხელ გითხარი, რაც უნდა გიქნა მაგის წმენდაზე და შენით ჩართე უკვე. მაგრამ ეხლაც ნუ გავიწყდება გადაწმინდა. აი, აცალე ხოლმე გას ფეხი ზებრებამდე. ეს ფეხს რო აცლი, რეაქცია უფრო სწრაფი გექნება. და ანუ სანამ პედალიდან პედალზე ფეხის გადატანას დრო ჭირდება. აი მაგალითად ნახევარი წამი ხო უნდა მაინც პედალიდან პედალზე რო ფეხი გადაიტანო, ანუ აი ნახევარ წამში რამდენ მანძილს გადის მანქანა. ანუ მაგ მანძილს შენ მოიგებ და უფრო ადრე გაჩერდები, შენსკენ იყავი. ანუ უფრო ადრე გააჩერები და პირობითად აღარ მოგიწევს ზებრაზე გაჩერება რა. ის 1 და 2 მეტრი გიწვედა ზუსტად ხშირ შემთხვევაში ჩაჭრას. მიდი გადაწმინდა კიდე. ოფს ჩარტი ავტომატური. ნუ ეწვალები შეჭრას. მიყევი ტემპში, მოძრავეთ პირდაპირ აქ მაგას გავაფრთხილებს. აქაც ცხადად ჩანს რომ ზებრებზე არავინ არ არის, ტემპში მიყევი მიდი. ერთი მარცხნივ შეხედე გზის შერწყმა. ყველა გზის შერწყმაზე საფრთხე იგრძენი ხოლმე ერთი აქედან შემოხედავ და გააგრძელებ მიდი ტემპში. ერთ კვირაზე დავაყენე. მარჯვნივ არ ჩადგა ეს სულ მანქანები იქნა. აი აქაც ზებრა გვაქვს, ცალი ნიშანი დგას, მოკლედ ანუ ნიშნებს აუცილებლად უნდა უყურო, ან ნასახი არ არის ძირს ხო ხედავ მარტო ნიშანს თუ დაინახავ. შენი მხარე გეჭიროს, მიდი ტემპში მიყევი და აი ფრთხილად ზებრაზე გადმოდიან ეს ქვეითები, ნება. აი ისე. ეხლა ამ ზებრას რო გაწდები, წადი უკვე სამი ნაბიჯით გადაგწდნენ. გადადი მარჯვენა ზოლში, ჩართე სარკე მხარზე გამოხედე და ჩადექი მარჯვენა ზოლში. აქ რეკომენდირებულია მარჯვნივ იარო. რო არ იარო და დაშვებული სიჩქარეზე იარო, შუაში არც იქ იქნება პრობლემა, მაგრამ ძირითადად ძალიან ცუდად გვასწრებენ ხოლმე აქ მარჯვნიდან და ეგ გაითვალისწინე რა. შეიძლება ვიღაცამ ჩაგჭრას თორე მარცხნიდანაც მარცხნივაზე დარჩენილან და ეგრეთ ჩაუბარებიათ მოამრავს.
კაი, ჩემი მხარე გიჭიროს აქეთ. თან ისე იარე ხომ რომ აქეთ ცოტა სივრცე მაინც დაიტოვო, რომ ვიღაცა მოხერხულად მარცხენა რო გაგასწროს, აი ეს ცოტა რული რომ მოუწიო, რომ მაინც უსაფრთხოდ გაიაროს. ეხლა ამან ხვირი ძალიან გამოგიყო და უნდა გავატაროთ. გავიდა კიდევაც და გააგრძელო მიდი. მარჯვენა მხარე გიჭიროს. ფოტოებს და რაღაცებს ეცადე არ გადაუარო ხოლმე. ქვასაც არ უნდა გადაუარო, რაღაცა ცოტა ისეთი ქვა რო ეგროს რა. შესამჩნევი. აი, მარჯვნივ არ გადახვიდი იქით შენსკენ იყავი. ანუ აქეთ არ არის სამალი ნაწილი და უბრალოდ სისწორეზე გაყევი ხოლმე გზას, მიდი. მიდი, ახლა და იქ ჩვენ ადგილას გავაჩეროთ.